უკვე 2 თვე არის რაც გაშრობაზე ვართ, რაც უფრო დაბლა ცხიმი გვაკლდება, უფრო გვიჭირს ასე ვთქვათ, უფრო ნაკლები ენერგია გვაქვს და დღეს არის ერთ-ერთი დღე, რომ უენერგიოთ ვართ ასე ვთქვათ. მაგრამ არა უშავს, კაფეინი დავლიეთ, ყავა დავლიეთ, ბევრი დავლიეთ და მოვიდგეთ თან ახლა რომ ცხელა აქ ესპანეთში მაგრად ცხელა, არ მეხმარება ეს სიცხე. წინა კვირას ვიყავით 9.5%, ეხლა ორ კვირის მერე ვართ 8.7% ცხიმი და იმედია ეს დაღლილობა ძალიან არ შეგვეთყვა და კარგად ვარიშებთ დღეს ხელებს. იმედი ახლა არ იქნება, კარგად გადავიღებთ. ახლა არ შეგვიშლია. ჯერჯერობით ნაკლები ხალხია. კამერას გავამწვინავ, გამოვიცვლი და დავიწყეთ ვარჯიში. ძალიან გამეწეწათ მოდი. ბრინჯის ფქვილები ვიყიდე ასე ვთქვათ და ეს გამომამაჩქვის, ანუ ეს ჯერად ის ნახშირწყალი არის. მარტო ნახშირწყალი არის, მაგრამ ვთქვა, არ ვიცი, არ ვაფშე გემო აქვს თუ არა აქვს, უგემურია თუ რამე გემო აქვს. რაღაც ის გემო აქვს, გემო არ ვიცი, მაგრამ ვთქვა. მოდი ახლა მას გავხსნი და წავიდეთ ხალხი არ არის. ეხლა გვაქვს შევცვალე ადრე სპარტფონა. ეხლა გვაქვს სკული გვაქვს ოღონ ანუ ზევით 90 გრადუსით. დაჯდომილი მირჩევას მან ლეგითხრათ, მე ფეხზე ვიყო უფრო სტაბილურად ვარ და შევცვალე ადრე ქონდა სამხრები, მე ამხრივ ოღონ კაბელით ასე ვთქვათ. ეხლა მაქვს უფრო ახლოს ვიჭერ ასე ვთქვათ ხელს. დაახლოებით ანუ ეს გვაქვს უფრო ახლოს. ორი სერია გვაქვს, ტოპსეტი გვაქვს 5-დან 7 გამეორება და ბაკოფი გვაქვს 7-დან 10 გამეორება. ორი სერია ბაკოფი, ერთი სერია ტოპსეტი. ამის მერე გადავდივართ მე ტრისებზე. Ana შეგვეშალა 8 გავაკეთე rilorith გამეკეთებინა rilorith რო გავაკეთე ეს მოყოლიყო ტოპსეტი 7 უნდა გამეკეთებინა მაქსიმუმ rilorith გავუშავრა მოწონას აუწევ უფრო მეწონას აუწევ და rilorith გავაკეთე ორი სერია გვაქვს ლაშჩინილი და ბაკოფი ორი სერია გვაქვს ტოპსეტი გვაქვს ერთი სერია ტოპსეტი გვაქვს ერთი სერია ბაკოფი გვაქვს ტოპსეტებს ვაკეთებ 5-დან 7 გამეორებით და ბაკოფებს ვაკეთებ 7-დან 10 გამეორებით რატო ვაკეთებ ტოპსეტ და ბაკოფს და არ ვაკეთებ სხვა ანუ ფაიომნე რო აღარ შეგვიძლია იმიტომ რომ საფხული რო არის დაღლილობა უფრო ვიღლებით ასე ვთქვათ ნერვიული სისტემა გვეღლება ძალიან და უფრო არაეფექტურია ვარჯიში იმიტომ რომ რაც უფრო დაღლილი ხარ უფრო ნაკლებ წენა შეწევი და უფრო ნაკლებად ხარ მოტივირებული და გაუმჯობესებისთვის ასე ვთქვათ და მაგითო ჯობია რომ ზაფხულში თქვენ ტოპსეტ და ბაკოფები გაკეთოთ ვიდრე ფაიომნე გააკეთოთ ანუ რა შეგიძლიათ ბოლო გამოკვლევებით დადგინდა რომ მნიშვნელობა არ აქვს ტოპსეტებს გააკეთებ ბაკოფს გააკეთებ თუ ფაიომნე გააკეთებ ეთნები პროგრესი გაქვს მაგრამ რახან ტოპსეტი და ბაკოფი უფრო დაღლილი არ ხარ იმდენად ასე ვთქვათ დაღლილობას არ გიჩენს და ფაიო რო ბოლომდე აღარ შეგიძლია ის უფრო დაღლილობას გიჩენს ჯობია ანუ უფრო მეტი ეფექტური არის რომ ტოპსეტი და ბაკოფი გააკეთოთ ვიდრე ფაიომნე გააკეთოთ იმიტომ რომ უფრო დასვენებული ხართ ასე ვთქვათ და უფრო შეიძლება უფრო შეგიძლიათ ასე ვთქვათ გაუმჯობესება ვაკეთებთ ჯერ ბისეპს და მერე ტრისეპს, იმიტომ რომ სანამ ბისეპს რო ვაკეთებთ, სანამ ტრისეპსზე გადავართ, უკვე ტრისეპს უკვე დაღლილი დასვენებული ასე ვთქვათ და მერე ტრისეპს რო ვაკეთებთ, უკვე ბისეპს უკვე დასვენებული ასე ვთქვათ და მაგიტო ანუ უფრო შეგვიძლია რომ მეტი სტიმული მივცე და უფრო ანუ დასვენებულზე გავამოჭროს ასე ვთქვათ, აგონური კუნთები ასე ვთქვათ და მაგიტო ვაკეთებთ. ანუ არ ვაკეთებ ბისეპს და მაშინვე ტრისეპს, ვაკეთებ ბისეპს, ერთი წუთი ვისვენებ დაახლოებით, იმიტომ რომ პატარა კუნთი არის თან. და მე გადავდივარ ტრისეპსზე, იგივე ეს 1 წუთი გამოდის, მაგრამ საბოლოოში 2 წუთი გამოდის დასვენება. დროს ვიგებთ, ასე ვთქვათ და უფრო მალე შეგვიძლია ნაკლებ დროში ვარჯიშოთ. ეს გავაკეთებ ტოპსეტი მაქვს. იგივე და განსხვავდება ის არის, ახლა ხელები მაქვს, გარეთ მოგაშლილი, ესე ვაკეთებ და რა შეგნით. ტოპსეტი მაქვს და ბაკოფი, ორივე rilorith.
მაგამეკეთებინა ბარაზეტა ვარ და მაგამეკეთებინა მაგრამ კაბელი მირჩენია რომ კაბელი გავაკეთო ანუ დაძაბულება უფრო ანუ მუდმივი ასე ვთქვათ ან საშუალოდ მაგდაყნებული რომ დაძაბული ფენის ხელი ასე ვთქვათ და არა ანუ მაღლა იყოს ადვილი ან დაბლა იყოს ადვილი ასე ვთქვათ ნეიტრალური მაგდაყნებული პეპეცერეს გავაკეთე და მე გადავდივარერსებზე გადავდივარ მე კაბელზე ვთქვათ სერიის ოფსერი გოგეთ სერია და ცერია გოგობაყი წესის მაგოგებულოს სხვა მანქანაზე მაგრამ მანქანაში ცოლის აღარ არის მანქანა სხვა მოიტანეს და ანუ მოკლეა ჩემი ეს ცეთის დაბალარი მინდა რომ უფრო მაღლა ყოფილიყო 20 სანტიმეტრი მაღალი ყოფილიყო მაგრამ არა უშავს აქ გავაკეთებ ამით არ ვაკეთებდი იმიტომ რომ მეორე კაბელი ფასტ გავაკეთებ უფრო სტაბილურად ვიყავი და უფრო შემიძლია ხელები გავწიო და ანუ ვაკონტროლო უფროიდან 5-დან 7 გამოვარება ტოფსეტი და ვაკოფი 7-დან 10 გამოვარება გილორი ვაკეთებ ამ ამას რო დავამთავრებ ამ მისოსიკულს და დავამთავრებ ბოლო დღე არის არა მიკროსიკოს ვთქვათ და მეორე მიკროსიკოს რო დავიწყებ ასე ვთქვათ იქ უკვე რილესით გავაკეთებ და მესამეზე გავაკეთებ უკვე რინოლი აქაც ოფსეტი გვაქვს და ბაკოფი და აქაც ვაკეთებ ალტერნული ვარ ასე ვთქვათ და ამ ხარეს რო ვაკეთებ ცოტა აქეთ ხარეს ვიხრებით და ვაკეთებ ასე ვთქვათ ანუ რობოტები თავდგავართ მე მაგას არ გირჩევთ სიმღერით უფრო ეფექტური არის რომ ხარეს გადავიხაროთ ცოტა უდანავ და ავწიოთ. მაგრამ ის გავაკეთებთ უკვე წინაზე ხა ხალი დაწყებული მაქვს სპრინტიჯერა წონები ასე ვთქვათ. პროგრესი დიდი გვაქვს. ეს აი რო კუნთი ძალიან გვიმატება უბრალოდ რახან ახალი წონები არის. წონებს პროგრესი მალე ვაკეთებ ასე ვთქვათ და მოდი ახლა დავიწყებ და მიგვენდა უკვე. მე მაქვს კიდე ტრისეპსი მაქვს, კიდე მაქვს ბისეპსი ასე ვთქვათ. ბისეპსზე რაღაც უნდა შევცვალოთ. იმედია გამომიო რაც ფიქრობ, იმიტომ ტრენერი არ გვაქვს მაგას მაგრამ ადაპტაცია უნდა გავაკეთე იმედია გამოგვივა ის ვარჯიში. ეხლა ვაკეთებ, ანუ უკანა მხარეს ვთქვათ ტრასელან უკანა მხარეს ეს უნდა გაკეთება, წინაზე ვაკეთებ ცალის ხელით, ეხლა ვაკეთებ ორი ხელით და ცალის ხელით როგორ ანუ თან ამას სიდახს ანუ მანქანაზე ვაპლონდეს ვთქვათ რომ უფრო სტაბილურად ყოფილიყავით, მაგრამ არ ანუ წესით ყველა გამოკლებით უკეთესია, მაგრამ მე არ მოვასწრებ, იმიტომ რომ არა კომფორტულად ვიღებ თავს და მაგიტო შევცვალე ეხლა წესით სხვა რაღაც მაგალითი მინდოდა სიმართლე გითხრათ წიგნში ამას ნიშნული ახლა დამავიწყდა რომ აქ არ მეწერა რომ მაგამეკეთებინა და წინაპი ახლა უბრალოდ ამას გავაკეთებ უბრალოდ დაჟომით გავაკეთებ ორი სერია მაქვს ფაიონი მაქვს და მე მაქვს ბისეპსი მაქვს და რამდენად გავაკეთებ არ ვიცი იმენა რომ მანქანები ანუ წითელი ტრენაჟორი იყო ადრე უმეტეს ვაკეთებდი ხოლმე მაგრამ ახლა შემიცვალში ვეღარ ვაკეთებ და ახლა და ადაპტაციას ვაკეთებ ამ ვარჯიშებზე ასე ვთქვათ.
სადაც ჩვენი 8.7% ცხიმი. ახლა გამოვისვი და გავალ და აგიხსნით, ბევრი რაღაცები ვერ გამომიჯობესეთ. ანუ გამომიჯობეს რა ძალიან ახალი ის გვაქვს შეცვლილი გვაქვს. რაღაც ორი მაგალითი არ მომწონს როგორც ვაკეთებ, ანუ სტიმული არ მომწონს და ანუ უნდა გადავამოწმო. ახლა გამოვისვი და მე დაგიხსნით რომელ ვარჯიშებს გეუბნებით. სახში ვართ უკვე და ახლა აგიხსნით რა შეუნა შევცვალო იქით კვირას. და სავარაუდოდ ტრიცეპსის ძალიან პირველი ტრიცეპსი არა, მაგალითი არა, ანუ მეორე კატანას შეცვლა მინდა. კატანას შეცვლა მინდა და ექსტენსიონი მინდა, ანუ შევცვალო მეორე ტრიცეპსი რაზე გავაკეთე კაბელზე, ზევიდან ქვევით, წინს გადავხედავ. კარგი სქელი წიგნი არის, მართლა გითხრათ. ეს წიგნი დამიჯდა 250 евро. ეხლა აქ ვარჯიშებს გადავხედავ, მინდა რომ ანუ ტრიცეპსი როგორ გამეზადოს, მართლა გითხრათ. მინდა რომ ჩემი ტრიცეპსი კონდეს ცხენის ნალის ფორმაზე, თქვათ რომ დიდი ტრიცეპსი გამოდის, უფრო ძალიან ლამაზი არის. ერთ-ერთ კულტურიზმს ქონდა, ბოდიბილდერს ქონდა ძველ დროში და უნდა გადავხედო მაგ ვარჯიშებს რა რეებს აკეთებ, როგორ აკეთებ და რომ მეც ჩავრთა ამ ვიდეოში, როცა მომიწევს ასე თქვათ ვიდეოს გადაღება, აი გაგიხსნით, მაგითო დარჩით, გამოიწერეთ გორი და ლაიქეთ, რომ თქვენც ისწავლოთ როგორ აკეთდება საუკეთესო ვარჯიშები ტრიცეპსი რო დიდი ქონდა. საჭმელი რა მაქვს, ანუ ხათმის ფილე, ეხლა ეს დარჩენილიაც მაქვს. პურს შევჭამ, ასე ვთქვათ, 300 გრამი პური უნდა შევჭამო, არ დარჩენილი მაქვს კალორიები და პეპსი ზერო ვიყიდე, პეპსი ზეროს დავლევ. ხორცი უნდა შევჭამო 100 გრამი, იმიტომ დღეს ხორცი ვჭამე და 300 გრამი ნახშირწყალი, ასე ვთქვათ, პური. დავიღალე რა პონჩი, ანუ უკვე რაც ცხიმის პროცენტი გვაკლდება, ასე ვთქვათ, უფრო დაღლილობა გვიმატება დღის განმავლობაში, იმიტომ რომ ნაკლებ კალორიებს ვიღებთ ორგანიზმისთვის და დეფიციტში რო არის, ანუ სუდაღლილები ვართ, თან ახლა ზაფხული დაემთხვა, წინაზე რო ადრე რო გავაკეთე, მაშინ მქონდა ზამთარში მქონდა და ანუ უფრო როციო და უფრო ენერგიაზე ხარ და ახლა ანუ ორი ფაქტია რა, როციო და მაგრამ შიო და ბევრი, მაგრამ ახლა რო ცხელა, ბევრ წყალს ვსვავ და იმდენად არ მშივიდა, სიმართლე გითხრათ. მაგრამ დან ვარ დაღლილი, ანუ დღის განმავლობაში ანუ ფეხებს ძლივს დავათრევ ხოლმე სიმართლე გითხრათ და რაც უფრო ცხიმიდან გვაკლდება, უფრო შეგვეთყობა ეს დაღლილობა. კაფეინს ვსვავ ძალიან ბევრს, სიმართლე გითხრათ, სხვა არაფერს არ ვსვავ, მარტო კაფეინს ვსვავ, რომ ეფექტური ვარჯიში იყოს. და თან ახლა ის ტოპსეტები რო დავამატეთ და ფაივები რო წავშალ, ანუ აღარ გვაქვს, უფრო ცოტა შემეხმარება, რომ უფრო ეფექტურად ვივარჯიშოთ. კიდევ ერთი მაგალითი რაც არის პირველი მაგალითი რაც გავაკეთე, გაჩვენა უნდა შევცვალო, ანუ დღეს შევასწორე, ასე თქვა და ახლა ჩემ რუტინაში რაც მაქვს დაწერილი, უნდა ჩავწერო, რომ შევასწორო მეორედ რო გავაკეთე წესივრად და ტრიცეპსაც მეორედ რომ მივალ უკვე შევასწორე. ახლა ჩავწერ, როგორ მინდა ტრიცეპსი, ამ წიგნიდან ამოვიწერ, რა როგორ უნდა გავაკეთო, რა ტექნიკა და ყველაფერს ამოვიწერ, ასე ვთქვათ. რომ დავაპროგრამო, რომ მქონდეს დაპროგრამებული უკვე და ამით დაპროგრამებით უკვე всё მოვრჩებით ჩვენი რუტინა, ასე ვთქვათ, 3 თვის განმავლობაში დაახლოებით სანამ არ დამთავრდება, არ შეიცვლება. ახლა გვაქვს პირველი მიკროციკლი დავამთავრეთ და დარჩენილი გვაქვს 4 მიკროციკლი გვაქვს დარჩენილი და მე-6 არის შესვენება, ასე ვთქვათ. მოვალ ვიდეოში არ ვიცი რაც გადავიღებ სიმართლედ, რომელი ვიდეო მიწევს, არ ვიცი და თუ გინდათ ვარჯიში ისწავლოთ და თუ გინდათ რომ ეფექტურად დაიკლოთ წონა და კუნთი არ დაკარგოთ, გამოიწერეთ გვერდი.